მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ დიდ გადაცემას, ბატონი თორნიკ ჯეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩვენი ხშირი სტუმარი, მომბრძანდა დღეს. გამარჯობა თორნიკ. მოგესალმებით საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის, ბატონ შალვა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ესე იგი კითხვა, რომელიც ძალიან მაწუხებდა ამ ბოლო დროს და ვინ თუ არა თქვენ უნდა მიპასუხოთ ამ თემაზე. როდესაც ჩვენ ლიბერალები ვიყავით უხსოვარ დროს, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე შემედია თქვა. უბრალოდ საქართველოს ამ თავრობის ამ ხელისუფლების კურსიც მეტად ლიბერალური იყო ვიდრე ახლა საერთოდ არ არის და ეს გასაგებია და ამაზე პასუხს აკითხოთ. ჩვენ ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელებთ. როგორც ინტეგრაციის კუთხით ევროპაში, სინქრონიზაციის და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, რადიკალურად იცვლება ნარატივები. აი თუ წარმოგიდგენიათ, ან იქნება არ არის საჭირო რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება საკანონმდებლო საქმიანობაში ამ კუთხით ნარატივების შეცვლა. რა არის მისაღები და რა არის გასაუქმებელი, რა არის გამოსასწორებელი ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში. ძალიან აქტუალური კითხვაა, მე ვიტყოდი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ მალე დაიწყება საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია და ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენ უნებრივია ვემზადებით იმისათვის, რომ მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, საკანონმდებლო რეფორმები. თუ გადავხედავთ თუნდაც განვილ საშემოდგომო სესიას, საკმაოდ დატვირთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ არაერთი მნიშვნელოვანი შესწორება იქნა შეტანილი ჩვენს საკანონმდებლო აქტებში, რომელიც მათ შორის იყო ნაკარნახევი მოტივით, რასაც ქვია გათავისუფლება წარსულ პერიოდში თავს მოხვეული სხვადასხვა რეგულაციებისაგან, ინსტიტუტებისაგან, მიდგომებისაგან, შეიძლება ზოგჯერ პრინციპებისგანაც და ნამდვილად მე ვერ ვიტყვი იმას, რომ დღესდღეობით ჩვენ რაღაც გარკვეულ ტყვეობაში ვართ, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ შეიძლება, არ ვიცი, 5, გნებავთ 10 წლის წინ რაღაც ჩვენ პერიოდში იყო თუნდაც მიღებული. და რატო ამბობ მე ამას? არავითარი ასე ვთქვათ, კომპლექსი არ არსებობს იმასთან მიმართებით, რომ გულწრფელად ამ შემთხვევაში ჩვენ ვესაუბროთ საზოგადოებას, აუხსნათ თუ რა შეიძლება და ყოფილიყო თავის დროზე ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორი და შესაბამისად დღეს რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ ის რაც თავის დროზე ჩაიწერა, ან იქნეს საერთოდაც ამოღებული კანონმდებლობიდან, ან იყოს სახეცვლილი. ეხლა მთავარი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ლაიტმოტივად გასდევს ჩვენს კანონშემოქმედებით საქმიანობას, ეს არის რასაკვირველია პირველ ყოვლისა სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ და მეტი გარანტიების ამ თვალსაზრისით გაჩენისკენ მიმართული შესაბამისი რეფორმები, ხო? ეს უკავშირდება როგორც საკუთრივ კონსტიტუციური წესრიგისათვის დამატებითი გარანტიების შექმნას და შემოღებას და მათ შორის ხდებოდა ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ადრეც გვისაუბრია, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი და ამოუწურავი თემა შეიძლება ითქვას. აი მიზანმიმართული გამოფიტვა თუნდაც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების. ეს ეხება პირობითად კი არა და ამის კონკრეტული მაგალითებიც არსებობს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ანუ ასე შემდეგ. ანუ შეიძლება შორს წაგვიყვანოს ამ ყველაფერმა, მაგრამ ფაქტობრივად თავაზობდნენ რაღაც ეგრეთ წოდებული მეხუთე ბორბლის შემოღებას, გაჩენას, რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონებას, რომელიც რეალურად დუბლირებას ახდენდა შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებისა და მისი მანდატის. მათ შორის პროკურატურაზეც შეიძლება ეს ლოგიკა გავრცელდეს. და შედეგად რას ვიღებდით? აი ამ დუბლირების პირობებში ის ძირითადი კონსტიტუციური ორგანო ფაქტობრივად რჩებოდა შეერაღების გარეშე უბჭყალებში იმ ამოცანების შესრულების დროს და იმ ამოცანების შესრულების პირისპირ, რაც მას კონსტიტუციურად ეკისრება და რაც გამომდინარეობს ჩვენი კონსტიტუციური არქიტექტონიკიდან, კონსტიტუციური წესრიგიდან. ამიტომ აი ერთ-ერთი რომ დავაკვირდეთ, იქ სხვადასხვა თუნდაც ორგანოების უწყებების გაუქმება მოხდა, ხო? რამდენიმე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყო ასეთი, ეს ანტიკორუფციული ბიურო ბოლოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასე შემდეგ.
აი რომ დავაკვირდეთ ამ ორგანოების ფუნქციებს, ამოცანებს, აი პირდაპირ ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი შედიოდნენ კონკურენციაში კონსტიტუციურ ორგანოებთან. ეს სამართლებრივად ამორფული კი არა, მე მგონი კონფრონტაციაში ხშირად. შეიძლება კონფრონტაციაში. მე მახსოვს ეს შემთხვევა. შეიძლება არც ეს გამოურიცხოთ და ცოტა უფრო წვავე სახე ქონდა ამას ვიდრე უბრალოდ კონკურენცია. შემდეგ მათი ხელმძღვანელები იყო რამდენიმე შემთხვევა. ეხლა პოლიტიკური განცხადებები ჰქონდათ და ასე შემდეგ. ხო, ანუ აბსოლუტურად უკვე ისინი ნახეთ შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში სცდებოდნენ თუნდაც იმ მანდატს რომელიც მათთვის იყო მინიჭებული აი ამ რაღაცა გახლეჩვისა და დუბლირების გათვალისწინებით და ისინი ფაქტობრივად ხდებოდნენ პოლიტიკური პროცესის თანამონაწილეები იმ ფორმით, რაც არც სამართლებრივად, არც რაღაცა ლეგიტიმაციის გათვალისწინებით შესაბამისი საწყისებიდან გამომდინარე მათთვის არ იყო განსაზღვრული, ასეთი ჩანაფიქრშიც კი არ არსებობდა, მაგრამ ნუ შემოდიოდნენ და ნუ გასაგებია თქვენ კონკრეტული მაგალითები გართულებულია ისევ ჩვენ საზოგადოებას ახსოვს იმისა, როცა ნუ აი პირდაპირ პოლიტიკური შეიძლება ხო განცხადებები თუ ქმედებები სდევდა ფონად ამ ყველაფერს, ამ საქმიანობას. ერთი ეს, ნუ მეორე რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა რაღაცეების თავის ადგილზე დაბრუნებისა სიახლეებიც იქნეს შემოტანილი, რომელიც თუნდაც აი ჩვენ ევრობიუროკრატიისგან გვესმის განცხადებები, გაბრაზების ფონზე, გაბრაზებულები საუბრობენ ამაზე, რომ ისინი იპოვიან გზებს იმისათვის, რათა მაინც საქართველოში შემოვიდეს უკონტროლოდ უცხოური დაფინანსება შესაბამისი ანტისახელმწიფოებრივი შაუბნელი მიზნების მისაღწევად. ნუ ამასაც არ მალავენ ფაქტობრივად, ხომ უკვე და ეს გამჭვირვალობაზე, ეს ალერგია რაც დაიმართეს და მთელი ეს აჟიოტაჟი კარგად გვახსოვს ხო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში 2023 წლიდან დაიწყო ხო ეს ორკესტრირებული კამპანია, როცა პირდაპირ მოხდა ბრენდირება რომ ვითომ და ეს იყო რაღაც რუსული კანონო, ეხლა უკვე ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს თავდაპირველად როგორ სენსიტიურად იმოქმედა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე აი ამ კარგად დაგეგმილმა გაშავების კამპანიამ, ხო, ამ შემთხვევაშიც და ეხლა ისინი უკვე გაუსწორეს რეალობას თვალი, რომ ერთი მხრივ მოქმედებს გამჭვირვალობის შესაბამისი კანონი და ნორმები, მეორე მხრივ ფარა, ხო, რომელიც ამერიკული, ასე ვთქვათ, ანალოგით შეიქმნა მოქმედებს გრანტების შესახებ კანონმდებლობა, სადაც ასევე გათვალისწინებული არის, როცა გარედან ხდება დონორის მიერ დაფინანსება გარკვეული პროექტის თანხმობის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს მთავრობაზე ან მის მიერ ავტორიზებულ შესაბამის ორგანოზე თუ პირზე. ეს ყველაფერი მათ ძალიან აწუხებთ, ძალიან არ მოსწონთ და აი ეს განცხადებებში მკაფიოდ იკითხება და პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ახლა ვართ ძიებაში, აი რაღაცა ალტერნატიული გზებისა, ეგრეთ წოდებული ხრელებისა კანონმდებლობაში იმისათვის, რათა მაინც გაგრძელდეს პროცესი დაფინანსების, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა იმ თვალსაზრისით იმოქმედა, რომ აი ეს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესი, გაუმჭვირვალე ორგანიზაციები და ეს სხვათა შორის არა მარტო ჩვენს მაგალითზე დასტურდება, ამას ადასტურებს მოყოლებული თუნდაც შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებები, ისე კიდე სხვა არაერთი მაგალითი, რეალური მაგალითი დღეს თანამედროვეობაში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფინანსები რეალურად ხმარდებოდა აი პირდაპირ გავლენას ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც იტყვიან, ხელების ფათურს და როცა რაღაც არ მოსწონდათ, უკვე ხელისუფლების შეცვლაც არ იყო გამორიცხული სწორედ აი ამ სქემების გამოყენებით. და სხვათა შორის კიდე ერთი მომენტი, ხა ამ სქემებს რო ვეხებით, ეს ეტაპობრივად მოხდა, ხო, ამის გამოაშკარავება, ამის მხილება ჩვენი საზოგადოებისათვის. ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, რაც იყო, ეს გახდათ, როცა უკვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც კი ჩართეს იმაში, რომ იქ ვითომ და რაღაცა შესაბამისი რაღაც ტრენინგ პროგრამების თუ სემინარების თუ ასე შემდეგ ეგიდით შეფუთულიყო
რეალურად ის რასაც ქვია ექსტრემიზმის წახალისებაც, სწავლებაც, პირდაპირ პოლიტიკური ტერორიზმის პლაცდარმად იქცა რამდენიმე მათ შორის უმაღლესი მათ შორის უცხოეთთან დაფინანსებული. დიახ, გარედან შემოდიოდა ეს მე ფინანსი. პირდაპირ გეტყვით. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე თანამდებობა ადგილი, სადაც არ შეიძლება ეს ადგილი, მაგალითად არ შეიძლება რომ ქართული მედიის დამფუძნებელი იყოს უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე და ეს შეზღუდვები არსებობს, ხო? მე უფრო შორს წავიდოდი. მაგალითად, მე ვიცი რომ ეს პრობლემაა. ხომ არ შეიძლება მაგალითად აუგზავნოთ პოლიტიკაში არჩევით თანამდებობაზე თუნდაც კენჭისყრა ადამიანებს, რომლებსაც რაღაც გარკვეული თავის ცხოვრების მანძილზე ან უკანასკნელ დროს რაღაცა ძალიან დიდი თანხა, გარკვეული თანხა მიღებული აქვს გრანტის სახით თუნდაც აპოლიტიკური გრანტის. ხო ხდებით, როცა ხვრელზე ვლაპარაკობთ, მათ შეიძლება გასცენ ის ბოდიში მომიტყუებია და სიაბანდი გრანტები და ასე მისცენ ფული თავიანთ რომელიც არ ეხება პოლიტიკას. ხო, არა, ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამაზე ღიად საუბრობენ თვითონვე. ასე როგორც შეიძლება ჩვენ ახლა შედვართ მსჯელობთ სხვადასხვა სქემებთან დაკავშირებით, ანალოგიურად გარკვეული ჯგუფების ხედან ახლა სადღაც და ფიქრობენ იმაზე, როგორც შეიძლება შემოვიტანოთ. ტრამპის ეშინიათ, მაგრამ გადაიღოს. ხო, არა, რაღაც მომენტში შეიძლება ყოველთვის ამას დაფიქრდეთ. იცით რა არის, კიდევ ერთხელ გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება ზოგადად არც ერთი სქემის და ჩვენი ამოცანა ვიმეორებ, მათ შორის არის ის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ახლა შეიძლება კონკრეტულ ამ წუთას რაღაცა საკანონმდებლო სრულებასთან დაკავშირებით საუბარი გამიჭირდეს, მაგრამ მაქსიმალურად იყოს, აი თქვენც ახსენეთ ეს შესაძლებლობები ამოქოლილი, რომ ჩვენ ბევრს ყარაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან რაღაცას. ეს არის იყოს გამჭვირვალე, თუ რამე შემოდის და მეორე, ხო, როცა გარედან ხდება აქ გარკვეული შიდა ორგანიზაციის, ადგილზე მოქმედი ორგანიზაციის თუ ინდივიდის დაფინანსება, ეს არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად, იმიტომ რომ ახლა მათ შორის ევრობიუროკრატები რომ არიან უაღრესად გაბრაზებულები, ხო? საქართველოს ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ 2024 წელს იქამდეც, რა თქმა უნდა, 2022-ში, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, შემდგომში, როცა ჩვენ გადავდგით თამამი ნაბიჯები, აი, ხსენებული სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და განმტკიცებისათვის, როდესაც უკვე არჩევნებში ფაქტობრივად პირდაპირ ჩაერთნენ გულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, თავად უკვე როგორც მხარე ისე დაიწყეს პოზიციონირება და ვაბანკზეც წავიდნენ მე თუ მკითხავთ ამით გარკვეულწილად, იმიტომ რომ აქ უკვე უკან დასახევი მათ აღარ დაიტოვეს, ესეც ეს წამოწყებაც ფიასკოთი დასრულდა და ნუ შემდგომ გასაგებია მცდელობები კიდევ რევოლუციებისა ბოლო წლების განმავლობაში მინიმუმ წლის მანძილზე ერთი რევოლუციის მცდელობა მაინც იყო. სულ მინიმუმ იყო შემთხვევები, როცა წლის მანძილზე დაუშვათ ორჯერაც შეიძლება შეეცადნენ სიტუაციის ესე მათთვის სასარგებლოდ შეცვლას. რაც იქნებოდა დამღუპველი ხა ესე შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისათვის. ასე რომ უნდა ვიფიქროთ იმ წლებში მიღებულ კანონებზე, მაგალითად ეგრეთ წოდებული თანასწორობის კანონი კი არა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დამავიწყდა ამ კანონის სახელი, ჩვენთან უმცირესობების უფლებები ისედაც კარგად რომ იყო დაცული პარლამენტში რომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, მე მაქვს საკითხული ეს კანონმდებლობა და არაფერი არ წერია, რაც არ წერია შრომის კოდექსში, რაც არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, ხო ხვდებით არა, არაფერი არ წერია ისეთი. უბრალოდ რაღაც მაშინ ხო, აქ ერთი ავსოთ უნდა აღნიშნოთ ბატონ შალო, მეორე სერიოზული თემა, რაც ასევე ხელში ეჭირებათ, მათ შორის ევრობიუროკრატებს და ზოგადად ჩვენი ქვეყნისადმი ტრულად განწყობილ ძალებს, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, ხო? ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ხო შეიძლება ითხოვდნენ მაგის გაუქმებას. როგორ პირდაპირ იყო ამასთან დაკავშირებით განვითარებული მსჯელობა, ნარატივი მათი მხრიდან, რომ დაუშვათ ეს საკანონმდებლო აქტიც ჩავარდნილიყო იმ ურნაში, რომელიც იყო რეალურად გასაუქმებელ კანონთა რაღაცა ნუსხა, ხო?
იყო ამის მცდელობა, აქაც ვხედავთ, რომ არის ძალიან პრინციპული პოზიცია. ეს საკანონმდებლო აქტი მათ შორის არის ერთ-ერთი ალბათ იმ საკანონმდებლო აქტთაგანი, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება იყოს კონსტიტუცია და ამ შემდეგ რომელსაც აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელთან მიმართებითაც არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ მათ შორის ასეთი ტიპის საკანონმდებლო აქტი საჭიროა და აქ ოპონენტები ხა ესეც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, თითქოს რაღაცა ირონია, ნარევი გზავნილებით ცდილობდნენ გაეუფერულებინათ ეს თემა, ამის მნიშვნელობა დაეკნინებინათ და ეთქვათ, რომ ეს რაღაცა ყურით მოთრეულია, თქვენ ამას იგონებთ, რეალურად ეს პრობლემები არ არის, დაუშვათ შესაბამისი პროპაგანდა, ეს არ არის გამოწვევა, თუმცა სტატისტიკა აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობაზე მეტყველებს და რომ არა მათ შორის ასეთი ტიპის ნაბიჯები და ეს თუნდაც საკანონმდებლო აქტი შეიძლება დღეს კიდე ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ყოფილიყავით, იმიტომ რომ მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ თქვენ და ჩვენ საზოგადოებას, რომ ამან თავის შედეგი მოიტანა და თანაც სერიოზულად, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ გაიხსნა დისკუსია თავის დროზე ჯერ კიდევ ვიდრე ეს იყო საკანონმდებლო აქტის პროექტი და არა დაუშვათ კანონი, ამაზე დაიწყო საჯარო დისკუსია. არაფერი არ არის. რა არის ბატონ თონიკი აქ საკამათო. მე მახსოვს ერთ-ერთი სწორად გამოყენებული ხრიკი იყო ქართული ოცნების, როდესაც ოპონენტებს ეკითხებოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით. სხვაჩერს თვალთმაგსოვდნენ და გვერდსულიდნენ ამ კანონზე საუბარს. ძალიან ბევრი არც დადებითად აფასებდა, არც უარყოფითად დადებითად იმიტომ ვერ აფასებდა, რომ უცხოელებთან გაუფუძნებოდათ მდგომარეობა, ხოლო უარყოფითად ვერ აფასებდა, იმიტომ რომ აქეთ საზოგადოების რისხვას დაიმსახურა ძალიან კარგად იცოდნენ. კი და ეს რაღაცა მაგრამ ფარისეულური მომენტი იყო, მაგრამ რო თქვა ესე გლობალურად, ხო, მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ამის წინააღმდეგ მარგინალების გარდა წინააღმდეგი იქნება რა. თუ ეს არ არის კონკრეტული თუნდაც დაფინანსებული ხო ჯგუფი, რომელსაც დავალება და აქვს პირდაპირ მიღებული ის რომ ეს თემა წამოწიეთ, იბრძოლეთ ამისათვის და ამ შემდეგ. შესაბამისად ისევ იმ კანონს რომ ანტიდისკრიმინაციას რომ დაუბრუნდეთ, ხო? აი ესეთ ზედმეტი კანონები, უბრალოდ კანონები, რომელიც რეგულაციებს ელფერს უცვლის, უფრო ამკაცრებს, უფრო აკონკრეტებს, თუმცა არ არის საჭირო. სხვა შორის სუვერენიტეტსაც გარკვეულწილად ზღუდავს. მე მგონი არის კიდევ დარჩენილი. რაც სახეცვლილებას იცით რა არის პრაქტიკული თვალსაზრისით, ახლა მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ამ წუთას რაიმე ტიპის გამოწვევას უფრო პოლიტიკური ნება იქნება. ხო, პოლიტიკური ნებას რაც შეიძლება იქ იყოს რაც გარკვეული ადრეც განხორციელდა და იმავე ჩემი ხსენებულ წინა საშემოდგომო სესიაზე იყო, როგორც მახსოვს, როცა ტერმინოლოგია შეიძლება ვწდებით და გასულ საგაზაფხულოზე უკვე საკმაოდ ბევრი ცვლილება დაგროვდა და ცოტა შეიძლება სათვალავში ვწდებოდეთ, როცა ტერმინ გენდერთან დაკავშირებით იყო ერთი ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება. აქაც სუფთა იდეოლოგიური სარჩულით იყო თავის დროზე შემოთავაზებული და აბსოლუტურად არაჯანსაღი ფორმით მიწოდებული ეს საკითხი და ნუ აქაც ნახეთ რომ შესაბამისად არ დააყოვნა რეაგირება. შესაბამისად მე პოლიტიკური ვითარებას რო შევხედოთ სოფლიოში რაც ხდება ევროპაში ჩვენთვის არ არის ჯერჯერობით არ ვიცი შემდეგ რა იქნება მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა პრაქტიკულად ხელჩართული ჭუბი აქვს ტრამპთან და ნუ არც ძალიან სხვა ქვეყნებისთვის ბოლო დავოსის ფორუმი ამ თვალსაზრისით პანიკაში არიან უკვე ეთყობათ კიდეც დებატებზე მინდა გკითხოთ დებატების დაწყება ეს ინიციატივა ხო მე მახსოვს თქვენს გახსოვთ კარგად 2 წლის წინ იყო ეს ხიდაშელმა თინამ და კიდევ ვიღაცამ აი ეს არ მახსოვს განაცხადეს სურვილი განაცხადეს ედებატად პრემიერს ეს იყო და პრემიერის დაეთანხმა ჯანელიძე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხო კარგია პრემიერის ნუ რა თქმა უნდა არ ეკუთვნოდა ახლა დათანხმება რა თქმა უნდა ეს ბოლომდე ვერ ისტორიას მოგვი ხო დაეთანხმა იმიტომ რომ მოუგებდა ახლა ბატონ ირაკლი მოუგებდა მაგათ რამდენიმე საათს გასტანა მხოლოდ მათმა არა შემართება არა და ეს საქმეც დააბულინგა ბაბმა ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ბაბმა დააბულინგა მე ალბათ იქიდანაც მოვიდა უცხოეთიდან ასე პირდაპირ მითითება და არ შედგა ეს დებატები მოკევით რამე ამაზე თქვენ ხომ გახსოვთ დარწმუნებული ეს ამბავიც კარგად
აი ერთი შეიძლება 2 თვის წინ მიახლოებით ეს დაწერილი ტექსტი რომ ჩამოვიდათ და იქ პირდაპირ ინსტრუქცია რომ იყო რომ იქ რაღაც აქ მძიმე იქ წერტილი და ასე შემდეგ აქ ცოტა მგზნებარე ტონში ხიდა შემოთქვა მე დავწერეო ესო თავის თავზე აიღო ეგეც. ო ნუ ეს იქეთ იყოს მაგრამ ახლა რაც შეეხება აი ამ დებატების გახსნის თაობაზე ინიციატივას ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა რომელიც გულისხმობს იმას რომ ჯანსაღი დისკუსია უნდა დაბრუნდეს ჩვენს პოლიტიკურ წრეებში, უნდა დაბრუნდეს მათ შორის ჩვენს ტელეეკრანებზე, ხო? და ის რისი სურვილიც ამოძრავებდათ აგენტურულ დაჯგუფებებს, მათ გარე პატრონებს, რომ ბოლომდე პოლარიზაციისკენ წაეყვანათ საქმე და ყოფილიყო აი ყრუკედელი აღმართული და რეალურად ეს მათ აძლევდათ ხელს, იმიტომ რომ მთელ რიგ შემთხვევაში კი არა და შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობას თუ გავიხსენებთ, მათ არავითარი სერიოზული არგუმენტი ხელთ არ ქონიათ, რომლითაც ისინი შეძლებდნენ, რომ ოპონირება გაეწიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. დღეს აი გვინდა რომ ეს შეიცვალოს და პრემიერ-მინისტრმა თავად გამოიჩინა, მოგეხსენებათ ეს ინიციატივა და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ, ობიექტური პლატფორმა იყოს გამოყენებული იმისათვის, რათა საგნობრივი ჯანსაღი დისკუსია წარიმართოს მთელ რიგ საკითხებზე. იმათ რა არის? აი წარმოვიდგინეთ სურათი, რომ მოდის იქიდან მხარე და იმაზე კი არ მსჯელობს, რომ აი თუნდაც ფასების დაკლებას როგორ ახორციელებთ ან განათლების რეფორმას. არა, ფასების დაკლება ბოდიში, მათ აქვთ საკუთარი პოზიცია. აი თუ თქვენ ახლა გულისხმობთ ისევ და ისევ აგენტურულ დაჯგუფებებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამ შემდეგ, მათ აქვთ თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ ახდენენ ადვოკატირებას და ლობირებას იმისა, რომ ფასებმა არ უნდა დაიწიოს, ხო? ანუ მათ ეს არის, ხო, ნუ ეს სხვა რაღაცა არის, მაგრამ ოშტყოში ფორმალურად ასე შეიძლება. კი ბატონო, შეიძლება. ეხლა წარმოვიდგინეთ ამ დროს აი ასეთი არ ვიცი რაღაც სივრცე სატელევიზიო ფორმატი, როდესაც ისინი რაღაცნაირად შეეცდებიან ამ საკუთარი პოზიციის დაცვას. შეეცდებიან და საბოტაჟს, ისტერიკას, ჭხუბს არ მოაწყობენ. იცით რა არის ახლა, როდესაც აღარ არის არგუმენტები, ზუსტად ამ დროს ხდება გადასვლა რაღაც გარკვეულ ფარგლებში, რომელიც არის დესტრუქციული, რომელიც არის როცა ადამიანი მოდის დებატებზე და იქ ისტერიკას მართავს. ეგეც არა, ეს დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგრამ იცით რა არის, მე მაინც გონია, რომ არის დღეს რესურსი იმისა, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში აგენტურულ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფები დღეს ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან, რომ შემოვიდნენ დისკუსიაში ხელისუფლებასთან და ჩვენ აი საზოგადოების წინაშე ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ხო, ჩვენს მაყურებელს, თითოეულ წევრ საზოგადოებისა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეს ერთი მხრივ ანალიზიც, ვინ რას წარმოადგენს, რა პოზიციას და ვინ რას იცავს და რა არგუმენტებით და მეორე მხრივ შემდგომში სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, ხო, როდესაც თუნდაც ისინი აღმოჩნდებიან კვლავ საარჩევნო ურნასთან არჩევანის წინაშე. ამიტომ ეს პროცესი ყოველმიზეს გარეშე არის დასაწყები. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ მზაობა, მეორე მხრივ ოპტიმისტური განწყობა, რომ მაინც რესურსი იარსებებს და აქ შეიძლება ახლა პირდაპირ არ იყოს ვთქვათ ფორმატი, რომელიც გულისხმობს თუნდაც დავუშვათ პოლიტიკოსთან რაღაც პაექრობას, ეს შეიძლება იყოს სუფთა ექსპერტული დისკუსიაც, კი ბატონო. როდესაც ამა თუ იმ ნახეთ დარგის წარმომადგენელ პოლიტიკოს პროფესიულ საუბარში და ეხა არა დავუშვათ მაგალითად მე მემარჯვენე ვარ, მე მემარცხენე ვარ, ფასების დაკლება მე ასე არ წარმომიდგენია, მე ისე წარმომიდგენია და ასე შემდეგ, ეს მე მესმის. ხო, ანუ ამის რესურსი ვფიქრობთ რომ უნდა გამოინახოს. უბრალოდ კარგია ისიც რომ თუნდაც ისტერიკაც რომ მოეწყოს თუნდაც სიგიჟეები რომ ჩატარდეს ეჯერადი აქტი რა. არ თქვენ ხომ გახსოვთ საპარლამენტო განხილვების დროს და აი ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო მე-10 მოწვევის პარლამენტი. ჯერ ფეხების ბაკუნი რომ არ შემოდიოდნენ
ხო, აი, ხო გვახსოვს ეს პირველი ეტაპი და პერიპეტიები, შემდგომ შემოვიდნენ, მაგრამ როდესაც შემოვიდნენ, ხო, მაშინ ხო საკმაოდ ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები. რას თავაზობდნენ მაშინ? ან საკუთარ ამომრჩეველს, ან საპარლამენტო საქმეებში რა კონტრიბუცია შექონდათ, ხო? ეს იყო თავიდან ბოლომდე ობსტრუქციაზე მიმართული ქმედებები, ხო, ხა მე თვითონ ხდომებზე ყოფილ ვარ სხვადასხვა ფორმატში, ზოგჯერ მინისტრის საათი იყო, ზოგჯერ რაღაც თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, როცა არავითარი შინაარსობრივი დისკუსია მათი მხრიდან არ იყო შემოთავაზებული და უფრო მეტიც, როცა შეიძლება კამერებთან ისინი პოზირებდნენ, კეკლუცობდნენ და რაღაც ბრტყელი ფრაზებით ცდილობდნენ ისევ და ისევ მსტარი აქტების ტირაჟირებას, როგორც კი აღმოჩნდებოდნენ სხდომათა დარბაზში, რატოღაც არ ვიცი, ან დუმილის რეჟიმი ერთვებოდათ, ან უბრალოდ გადიოდნენ. აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება მახსენდება, რომელიც მაშინ მე როგორც იმ მომენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს გამიტანია პარლამენტის წინაშე და აი ჩემდა გასაკვირად მე თვითონაც კი განსაკუთრებული ვიყავი იმით, რომ თუნდაც რაღაც გარკვეული წინასწარი ფონის შემზადების შემდგომ არ აგრძელებდნენ საპარლამენტო დარბაზში იმავე თემებზე ცოტა რთულია კვალიფიკაციის პრობლემაა ჯერ და მეორეს ერთი მათ ხო ეგეთი გზა ქონდათ გახსოვთ ყრალი ნივთიერება რო გაასხეს პარლამენტის დარბაზში კი როგორ არა იყო ეს ამაც ხა ასეთ ადამიანებს როგორ უნდა ედებატო როცა განცდა გაკრო ადამიანს ელაპარაკები და რაღაცას გაასხავს ძალიან კარგად გვასწორებს სწორედ ეს არის და ეს ხო მეტყველებს უკვე ბევრ რამეზე და იმასაც ძალიან კარგად ხედავთ რომ აი ასეთმა ქმედებებმა საბოლოო ჯამში სადამდეც მიიყვანა ეს კონკრეტული ძალა მაგრამ ეხლა ჩვენ პირიქით იმაზე ვფიქრობთ რომ ჯერ ერთი საკონსტიტუციო სასამართლოში მოგეხსენებათ წინ არის განხილვა პროცესი ეს ერთი და იმას ვამბობთ ყოველთვის რომ საჭირო არის ახალი ჯანსაღი, მათ შორის პოლიტიკური ძალები. ძალიან კარგია. შემოვიდნენ ავანსენაზე და მათ შორის აი ამ ახლად წარმოშობილ ძალებთანაც გაიმართოს ეს პარლამენტში ახლა ვერანაირ დაბრუნდება, მაგრამ არის შანსი რომ საჯარო სივრცეში შემოვიდეს არა ის ხულიგანი და გიჟი უბრალოდ. არამედ ვინც გაიაზრდა რომ არ შეიძლება ესე და ვისაც აქვს კონკრეტული კრიტიკული შენიშვნები ოღონდ საქმიანი და არა ნახეთ რომელიც არის მათ შორის განწყობილი პატივისცემით აი ეხლა ძალიან ელემენტარულია საზოგადოებისადმი და საკუთარი სამშობლოსადმი ხო და ეს არ არის რაღაც ასე რომ სხვათა შორის აქ ეხლა კარგად აქვს საქმე ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ესეთი ოპოზიციაა და უფრო რთული იქნება ოცნებისთვის, როდესაც რაღაც კონკრეტული კრიტიკული წინადადებით მოვლენ და ჩვენ ვართ მზად გამოწვევებისთვის. ჩვენ თონვე გავაჟღერეთ და სხვათა შორის რომ გადავხედოთ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არაერთხელ მიიღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც აი სუფთა ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური თვალსაზრისით საერთო ჯამში ახლა ხო ნუ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რაც გარკვეული კომფორტის ზონა არსებობს და ანუ გამოსვლა ხდება თუნდაც ამ კომფორტის ზონიდან და სწორია ეს რო ხდება ხო იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება გვისმენს და საზოგადოებას ვესაუბრებით და შესაბამისად მნიშვნელოვანია ეს ანალიზი კიდევ უფრო მეტად გამარტივდეს, უფრო მეტად მკაფიო გახდეს გარკვეული დასკვნების გაკეთება. პროპორციული საარჩევნო სისტემაც, აი თუნდაც ხო, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მაშინ ამას ხაზგასმის ვამბობ. მაგაზეც ხო შეიძლება დავა, რომ რატო არ არის მაჟორიტარული. ეგეც კი შეიძლება. თუნდაც კი ბატონო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, თვითონ საარჩევნო სისტემა. მათ შორის ეს ხო ევროპამ მოითხოვა მთლიანად პროპორციული. კი, მახსოვს. ხო, ნუ იქ იყო. შერეული იყო და შემდეგ პროპორციულზე გადასვლა მოითხოვეს, მე მახსოვს კარგად. იმ თავითვე თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი რომ მოვიდეს და მაჟორიტარული რატომ არ არის, ლეგიტიმურია. ანუ ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, სუფთა სამართლებრივი, სამეცნიერო კუთხით და საქართველოს როგორ ხდება ძალიან კარგი. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის ბატონ თორნიკე და ყოველთვის გელით და ყოველთვის საინტერესო თქვენი მოსმენა. ბატონი თონიკე ჭეიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ძალიან კაი კაცი ბიზნა გიორგობიანი მოვიდა ხო მომბრძანდა აგერ გვესტუმრება სულ მცირე ხნის შემდეგ. ბატონი ბიზნა გიორგობიანი გვესტუმრა პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საერთაშორისო მდივანი. მოდით ევროპაზე ვისაუბროთ. თქვენ ევროპაში ცხოვრობდით და დიდხანს და ევროპა იცით. კარგად. მეტნაკლებად ვინც ერკვევა პოლიტიკაში, მათ ახსოვთ ფიგურები, პოლიტიკური ფიგურები. თუნდაც გერმანიაში რომელიც ოკუპირებული იყო, მაგრამ ახერხებდნენ პოლიტიკოსები, რაც გარკვეული კლასის ჩვენებას.
ბოლო კოლი გავიხსენოთ. მანამდე ვედი ბრანტი და ასე შემდეგ ეგ საკეთება რა. ასევე დეგოლი არის ხო, ასე ორჯერ რომ მოვიდა და ჟისკარ დესტენი და ძალიან ბევრი ხო, მიტერანი და ასე შემდეგ ხო. პომპიდუ ინგლისი გავიხსენოთ აგერ შენ ხარ ჩემი ბატონი მარგარეტ ტეტჩერი და მოკლედ ადამიანები იყვნენ რომლებსაც ასხივებდნენ ამ რაღაც გამოკვეთილი ფიგურები. როდის დაიწყო დეგრადაცია და რატომ? ესე იგი ქრონოლოგიურად თუ შევხედავ დეგრადაცია, მკვეთრი დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიშალა აღმოსავლეთის და დასავლეთის 90-იან წლების დასაწყისში დაპირისპირება, როდესაც ცხადი გახდა, რომ უკვე სოფლიო არის ერთპოლუსიანი და ყველაფერი იმართება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ევროპას აღარ ქონდა არაფერი საზრუნავი გარდა იმისა, რომ ამოფარებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ზურგს უკან, რომელზეც ანგარიში წარუდგინეს ახლა. რომელზეც ეხლა წარუდგინეს ვერ წარმოიდგენდნენ თუ როდისმე მოსხოვდნენ ფულს, კი ბატონო. ამაში მოსხოვდნენ და ანგარიშს დაუდებდნენ წინ და ეს მოხდა მათ სამწუხაროდ და ეხლა ნელ-ნელა ფხიზლებიან და აცნობიერებენ ამას. სხვა შორის თუ შევხედავთ ეხლა მერცის ბოლო განცხადებებს, ის უკვე დისტანცირდება მაკრონის რაღაცა ისეთი ვაშკაცური გამოხტომებისგან, ლამაზისა თვალე უკეთიო ტრამპმა რო. მერე დაიწყო, ესე იგი ევროპული პოლიტიკური კლასის აბსოლუტური დეგრადაცია. ხელოვნური ხო არისო? შეიძლება. ბუნებრივად. საერთოდ ევროპაში და ამერიკაში ძალიან ნიჭიერი ხალხი პოლიტიკაში არ მიდის. ძალიან ნიჭიერი ხალხი მიდის ბიზნესში პირდაპირ, მეცნიერებაში და ბიზნესში. რა თქმა უნდა, მეცნიერებაში პირველ რიგში, იმიტომ რომ მეცნიერება პირველი ნიჭის პირველი ასპარეზია, მაგრამ მე გულისხმობ ისეთ ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკაში იქ უფრო მიდის საშუალო და საშუალოზე დაბალი ნიჭის ადამიანები, ისეთი აი როგორც ამის წინა კანცლერი რო იყო, აი რაღაც ისეთი დეპრიმირებული ადამიანი შტაბ-ჩრდილებას ტოვებდა, რომელიც მერკელზე მაგას ვერ ვიტყვით. არა, მერკელი ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ბევრი შეცდომები დაუშვა მას, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო მერკელი. მერკელის შემდეგ ფაქტიურად ევროპაში ვინმე ისეთი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა, რომელიც წინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების აი ამ ექსპანსიას და ავანტურას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო. ავანტურა კი არის სისხლიანი ავანტურა უკრაინაში. თუმცა მერკელი იყო ჩართული თვითონ აღიარა, საჩუქრებს ვერ ვხვდები რატომ თქვა ეს. აღიარა, იმიტომ რომ გახსნა ის კარტი, რომელიც ალბათ. საკუთარი თავის დაიწვა. საკუთარი თავის დაიწვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე ყოფილიყო კანცლერი და მაგის კანცლერობის პერიოდში არ მოხდებოდა. იმიტომ რომ მას შეეძლო, მას ჰქონდა განცდა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებას ის კარგად იცნობდა და ადამიანების მენტალიტეტს იცნობდა და ის იგებდა აი იმას რომ რუსები რო ამბობდნენ რომ აქეთ ნუ მოდიხართ აქ თუ მოხვალთ ეს ვიო მთელი ხაზია ხო ხო ვიობებ ესენი ვერ იჯერებდნენ რომ რატომ ვერ იჯერებდნენ იცი რა ეხლაც უჭირთ ის რატომ ეს ხომ ცხადია არ იცნობენ რუსებს არ იცნობენ ის რომ დაუშვათ აი ეხლა იმაში ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერშიპს წარმოადგენს ის ხალხი რომლებიც იცხოვრეს იმ პერიოდში, როდესაც მათ გაიმარჯვეს საბჭოთა კავშირზე. და მათ გონიათ, რომ ისევ ის პერიოდია და ისევ გაიმარჯვებენ კიდევ. და მათ ისინი ისევ იქ არიან 91 წელს, როდესაც აი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერე რუსეთს მართავდა ალკოჰოლიკი პრეზიდენტი, ყოველგვარი წესრიგის გარეშე, კრემლში რუსეთის ეროვნულ ბანკში და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე პირდაპირ მათი აგენტურა ისხდა და იმართებოდნენ გარედან აი ისევ ის გონიათ და მე ხა ვერ მიხვდნენ რომ აქ არის უკვე სახელმწიფო ჩინეთი ამ სახელმწიფოს უკან მდგარი რუსეთი თავისი რესურსებით და ჩინეთმა პირდაპირ გამოაცხადა რომ ჩვენ არ დაუშვებთ იმას რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს პირდაპირ განაცხადა პრეზიდენტი მასაც არ დაუშვებენ რომ კარგად მოიგოს ხო ჩინელების ამბავია არა უბრალოდ მე მაინტერესებს აი რუსეთზე არც აი ლიტერატურა არ აქვს წაკითხული ისტორიას არ იცნობენ იმიტომ რომ
როგორ შეიძლება რუსეთი რაღაც სანქციებით ბევრმა საკუთარი ქვეყნების ისტორიას არ იცოდნენ და რუსეთის ისტორია რო არ იცოდნენ და რუსული მენტალიტეტი არ ესმოდეთ, ეგ ასაკვირი არ არის. გერმანიის ხელმძღვანელობა არ უნდა ამბობდეს რუსეთზე, რომ რაღაცა გერმანიის ხელმძღვანელები ამბობდნენ, თვითონ გერმანელი ამორჩეველი, მე არ მაინტერესებს თუ ანალინა ბერბოკმა თქვა, გახსოვთ, სულ რაღაც 1 წლის თუ 2 წლის წინ. მე რაში მაინტერესებს თუ ჩემი ამორჩეველები რას ფიქრობენ, უკრაინაში ჩვენ დავეხმარებით თუ არაო. ანუ მათ თავიანთი ამორჩეველი არ აინტერესებს საერთოდ. მათთვის მთავარი არის რაღაც ის წარმოდგენითი, აი რაღაც იდეოლოგიური ისა, რა ქვია, ჩარჩოები, სადაც ისინი არიან შიგნით თავის სამყაროში. სხვა შორის, ეხლა კარგი გამახსენდა ეს. ანალინა ბერბოკმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ეს ტრამპიო იქო რაღაც საბჭოებს რო ქმნისო და რაღაცო, ესო მე არ მომწონსო. იმიტომ რომ თვითონ არის გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ეს გამოივაჭრა მისმა პარტიამ, როდესაც 800 მილიარდი ევროს ზედაზღვარი კანონის მიხედვით მისმა ფრაქციამ ბუნდესტაგში დაუჭირა მხარი მერცის კოალიციას და მასში გამოივაჭრეს ეს თანამდებობა ანალინა ბერბოკისთვის და რომელიც ხო არჩეული არსად არ არის, ქვეყანა მიგ წარაგზავნა 1 წლით. კარგად ცხოვრობს. კარგი ხელფასი აქვს და ისეთი თანამდებობა აქვს. ხო და მაინტერესებს ეს სელექცია რომ ამ განსაკუთრებული დეკვალიფიცირებული ხალხი მოხდა. ეს განგებაც ხომ მოხდა, მაგრამ ამერიკაში ჩვენთან რა ესე არ ეწყობოდა. დაეცა კლასი, ხო? დაეცა კლასი და ჩვენთანაც ესე არ იყო ნეგატიური სელექცია. ხო, უარყოფითი სელექცია, აი დაუშვეს NGO-ს ისინი რო იყვნენ და არიან კიდევაც ის ადამიანები, რომლებიც დასმენას აგზავნიან ყოველდღიურად და ყოველწუთიერად საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ადამიანების ნიჭი და მონაცემები და ამ ადამიანების გაქანება არ არის დაუშვათ რაღაც ისეთი მაღალკვალიფიციური. ისინი არ არიან არც პოლიტიკოსები, არც მეცნიერები, არც ბიზნესმენები და არავინ. ისინი იღებენ რაღაცა იმაებს, რა ქვია, პირდაპირ ბრძანებებს, რომელსაც ასრულებენ. და ბატონო მიზინა, აი ეგეც საინტერესოა, თვითონ ამერიკელებს რა ყულფი აქვთ ამისთანა ამ სხვათვის ნიჭიერებზე. პირველი რა თქმა უნდა ეს არის უკონტროლო მიგრაცია, რომელიც თვითონ აქვეთეს ახლა ცოტა ხანში აქვეთავენ ამერიკელები და აქ შემოუშვეს ეს ხალხი აბსოლუტურად უცხოთობელები, რომელთაც აი ეს ეროვნული რაღაცა ღირებულებითი სისტემა დაანგრია. ბოდიში შალობატონო, ამას ესენი ეძახდნენ, რომ ეს არის შეთქმულების თეორიაო, თორე რა იზულებითო კაცო და რა ძალითო და აღმოჩნდა, რომ ეს ტოლვილების ეს ნაკადი, რომელიც მოედო განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპას, გერმანიას, შვედეთს და ასე შემდეგ ქვეყნებს, აი შვედებმა დღეს მიიღეს უკვე იქ დღეს წავიკითხე რაღაც ნიუსი იყო, რომ შვედეთში ყველაზე დიდი პროცენტი და თუ ხარდაჭერა აქვს იმ პატრიოტულ პარტიას, რომელიც მიგრანტების შემოსევას პირდაპირ ეწინააღმდეგება, ხო, იმიტომ რომ ნუ უკვე რთულია. საერთოდ ეს სოციალური ქსოვილი მორღვეულია. ხო და ვერ მიხვდნენ რომ ეხლა მიხვდნენ. ეხლა მიხვდნენ, მაგრამ ეხლა რას იზავენ? მათ უკვე საკუთარი ცხოვრების წესი და მათ თავიანთი მენტალიტეტი არ აძლევს იმის უფლებას, რომ იქ უკვე ჩასული და იქ მყოფ ადამიანებს ხო არ დაერევიან და რაღაც ერთიანად გაყრიან, არა? ძნელია ეს. ხო, აი სწორედ მაგას ვამბობ, რომ აი დავუშვათ ავიღოთ პარიზი, რომელშიც ვარ ნამყოფიან ევროპის რომელიმე დედაქალაქი. ბევრი უნდა იარო, რომ თეთრკანიანი ადამიანი ნახო. ცენტრში ოღონდ. იქ სადაც დავუშვათ აი урбанული ცენტრებია, იქ უკვე ფაქტიურად ისეა რა, რომ წარმოვე კიდევ. კუჩები უნდა იარო და მე დაინახავ. მე იმათ შემოვაქ თავისი ცხოვრების წესი, თავის ყოველდღიური, თავის რელიგია შემოვდა. ამას სიფრთხილე უნდა. ძალიან კარგია, რომ აი ჩვენთან ეს მიგრაციული კანონი კიდევ უფრო გამკაცდა და სამუშაო უფლების მიღებას კიდევ უფრო გამკაცდა. ეს ძალიან კარგია. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ პატარა ერებმა და განსაკუთრებით აი ამ ევროპასთან მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრება ჩვენმა პატარა სახელმწიფოებმა უნდა საკუთარი თავი დავიცვათ. და ჩვენი ცხოვრების წესი, ცხოვრების კულტურა და ჩვენი ყველაფერი სარწმუნოების ჩათვლით ეს არის ცხოვრების ყოველდღიური წესი ჩვენი, არა? ეს არ არის დაუშვათ კონფესიურად ჩვენ შეიძლება არ ეკუთვნოდე ორთოდოქსულ ეკლესიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაკიღა ამ კულტურის წევრი ხარ, არა? იმ წესებს იცავ, რა წესებიც არის დადგენილი საუკუნეების
განმავლობაში. ეხლა ევროპაში რა ხდება, იცით, რომ იქ შემოვიდნენ მიგრანტები, რომლებიც ევროპული ცხოვრების წესთან საერთოდ არანაირი შეხებაში არ არიან სიახლოვესაც კი და ითხოვენ, რომ აი გახსნან მეჩეთები, სკოლებში იყოს მათთვის რაღაც ისენი, რა ქვია, სადღესასწაულო დღეები, დასვენების დღეები და ეს ძალიან მძიმედ აღიქმება იქ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ხო და ამას ბოლო არ უჩანს ოღონდ. თქვენ ამბობთ რომ რაღაცას მიხვდნენო, მაგრამ ქმედებაში არ გამოიხდება. მაგალითად, უდიდესი თანხა და ტრამპმა ეხლა ეს აღკვეთა და ფულშოულობს ამით, მაგრამ უდიდეს თანხას იხდიან გერმანელი, ფრანგი გადასახადის გადამხდელები უკრაინისთვის. ეს ხო ერთ-ერთი მაჩვენებელია ამ სიგიჟის, რომელიც იქ სუფევს. და თითქოს აი ბოლო არ უჩანს და ჩვენ გაცემის დაწყებამდე საუბრობდით, საარჩევნო სისტემები ისეა მოწყობილი, რომ მემარჯვენე ძალები პოპულისტებს რო ეძახიან, ვერ მოდიან ხელისუფლებას. იცი რა, ჰაბსბურგების დინასტიის ქვეყნებში, აი როგორიც არის უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრო-უნგრეთის ყოფილი იმპერიის ქვეყნები, არა, იქ უფრო სხვანაირი მენტალიტეტია, იცით და იქ უფრო მეტია ამის ალბათობა და შესაძლებლობა. იქ დანარჩენთან უკვე ისეა ეს სისტემები აწყობილი, რომ თუ ძალიან გაუჭირდათ, ბოლოს და ბოლოს იგივეს გააკეთებენ, რაც ჩაიდინეს რუმინეთში. ხო, გაუქმებენ არჩევნებს რა. საკონსტიტუციო სასამართლო შეიკრიბება და იტყვის, რომ ეს კაცი არის მემარჯვენე ექსტრემისტი და კონსტიტუცია გვიგრძელებს ჩვენ, რომ მემარჯვენე ექსტრემისტი იყოს კი ბატონო. დამთავრებული ამბავია. მე ჩაატარებ ხელახალ არჩევნებს ისე როგორც დარწმუნებული ვარ მაგაში. მე დარწმუნებული ვარ მაგრამ ეს ხო გახლეჩვას გერმანიას რო უყურებ პოლიტიკური პარტიების გავლენის რუკა, ხო? პირდაპირ გედერს და ფერგის ემთხვევა. ეს არ შეიძლება. ეს არის ინტეგრაციული პროცესის როგორი ხელის შემშლელი, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ. ადრე თუ შეიძლება გაიყოს ქვეყანა. იქ ერთ-ერთი გადასახადია სოლიდარიტეტის უშლაგი ქვია, რომელიც გაერთიანების დროს შემოიღეს და რომ დაწეოდა ის და მაშინ ჰელმუტ კოლმა თქვა, რომ ამასო მე შემოვიღებო 3 წლითო. იმიტომ რომ მე გავაუქმებთ, იმიტომ რომ 3 წელში ჩვენო იმდენად ერთიერი ვართ და იმდენად დიდი ეკონომიკა გვაქვს, რომ ამას ავითვისებთო, მაგრამ აი ახლა უკვე იმის მერე რამდენი წელი გავიდა. ეს არ ვარ გედერის ხარ სტამპობით. არის განსხვავება კიდე? იცით რა არის? სოციალური ის თვითონ ამორჩევლების რუკასაც რო დახედავთ, იქ უკვე ეთქობა. ხო შეიძლება რომ შენობებში და მანქანებში განსხვავება არ იყოს და სუპერმარკეტების ეკონომიკა დაეწია. მე მინდა გითხრა რომ ის დიდი მიწები და რაღაცები ჩაიგდეს ხელში საერთაშორისო იმემა კორპორაციებმა ეგეთვე ჩაიგდეს ის და პატარ-პატარა ისეთი წარმოებები დაიხურა სუყველა ამ ხრივ გარეგნულად შეიძლება უცხო თვალმა და უცხო ადამიანმა ვერ შეატყოს, მაგრამ ბერლინი რო ბერლინია, ხო, ბერლინში არის იქ რამოდენიმე რაიონი რო გახვალ, ხო? დასავლეთ ბერლინი რო იყო და კი, და უკვე შეამჩნევ. არის. კი, ეხლაც კი შეამჩნევ, აი მე გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ეხლა არ გამოგდის აი ამ გერმანიის ზუსტად ლაპარაკია, არ გამოგდის იმადი ბუნდესტაგის წევრებთან ლაპარაკი. ბევრთან არ გამოგდის და აზრი აქვს აი ამ შემადგენლობასთან ლაპარაკს თუ რაღაცას უნდა დაველოდოთ რა. იცი რა არის, აზრი ლაპარაკს ყოველთვის აქვს. ჩვენ ეხლა რაღაც გაბუტულის პოზაში არ უნდა ჩავდგეთ, რომ აი ხა ჩვენ ეხლა აი ევროპა საერთოდ იქით გახედვა არ გვინდა და რაღაც, მაგრამ პოლიტიკური ინტეგრაცია მათთან უკვე კი არა, საერთოდ პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავიდანვე იყო ტყუილი ეს ტყუილზე დაფუძნებული იყო ეს აი თქვენ პოლიტიკური კუთხით უყურებთ, მაგრამ მე სხვა რამ მინდა გაგიმახვილოთ. აი მაგალითად გერმანიის ელჩი, რომელიც ხდება ვიღაცებს აბსოლუტურად ელჩისთვის შეუსაბამო ტიპებს და რაღაცა ამბოხებაზე საუბრობენ, ხო? ესეთი დიდი ცნუნება რო გააგდო ეს ელჩი. მე მგონი თუ ესე გაგზავნა საქართველოს ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ საქართველოს და გერმანიას აქვს საუკუნეების განმავლობაში ურთიერთობა. თუმცა მართლები იქნებიან ქართველები, მაგრამ კარგი. მაგრამ აი ამათთან როგორ შეიძლება დაელაპარაკო ან რო იყო ჩამოსული როტი ეკლესიის წინააღმდეგ. ხო, აი რაღაცა ხო უნდა გაიმართოს შეხვედრა დავჯექით და რაღაცა საერთო ღირებულება ხო უნდა ქონდეს. ხო, ღირებულება რაღაც. ღირებულებები მათ ისეთი აქვთ, რომელიც
ჩვენთვის და ჩვენაირი ქვეყნისთვის მიუღებელია. ხა ყველა ღირებულებაზე არ მაქვს ველაპარაკი. ის ღირებულებები, რომლის სახელითაც ისინი გველაპარაკებიან და რომელი ღირებულებებიც უნდა თქო თავზე მოგვახვიონ, ჩვენ ამ ღირებულებებზე რა თქმა უნდა მათ ვერ დავთანხმდებით. გერმანიას არ გავუშვეს ამბიცია, რომ არ ეკუთვნის მაგას ღირებულებებზე ლაპარაკი. რა განცდა მაქვს, რომ არავის არ ეკუთვნის საერთოდ იმ ღირებულებებზე, იმიტომ რომ ტრამპი ეხლაც კი თავისი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე უმეორებს, რომ ორი გენდერიაო. ესენი მაინც ესე იგი რატომ რა ხდება გერმანიაში ისეთი, რატო იქცა ლიბერალურ ფორპოსთან? არ არის გერმანია ლიბერალიზმის ფორპოსტი არ არის, სხვა ქვეყნები უფრო უარეს დღეში არიან. გავიგე, მაგრამ რახან დიდია მაგითო. კი, რახან დიდია ჩანს და უბრალოდ ჩვენ სხვა წარმოდგენა გვაქვს გერმანიაზე, რომ აი შრომელები არიან, შრომითი დისციპლინა სხვანაირი აქვს, გერმანული სიტყვა სხვა რა შეპირება სხვა რამის ნიშნავდა და ეს წარმოდგენა ჩვენ სხვანაირი გვაქვს, თორე გერმანელები მართლა ძალიან კარგი ხალხია. დარწმუნებული. ეხლა რაც შეეხება იმ ღირებულებებს, რომელიცაც ჩვენ არ ვიღებთ და ჩვენთვის ეს ჩვენი არსებობის საპირისპირო ღირებულებებია რა და ჩვენ ეხლა არ ვართ რაღაც ახლად ჩამოყალიბებული და შეკოწიწებული ერი ისე როგორც აი მაგალითად მაია სანდუ ამ იმას რა ქვია აღარ უნდა ეს ქვეყანა უნდა შევაერთო სხვაგან ჩვენ ესეც ქვეყანა არა ვართ ჩვენ მოდივართ ძალიან შორიდან ძალიან დიდი ისტორიული მეხსიერება გვაქვს და უფრთხილდებით ხო უფრთხილდებით ამ ჩვენ წარსულსაც და მომავალსაც და აწმყოსაც ხო ამიტომ ჩვენ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ესეთ ღირებულებებზე და იქ ცოტა უფრო იქ აი იმ გამარჯვების ხიბში არიან როგორც წეგან თქვი მე რომელიც მათ მიაღწიეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით 91 წელს ისევ ის ხიბლი მოყვებათ ანუ ეხლა ხელისუფლებაშია ის თაობა რომლებაც იქ აი ბერლინის კედლის დაცემა იზეიმა როდესაც საკუთარ იყო სტუდენტი და გონია რომ ის ისევ ესეა და აი ახლა მაშინ ისიც აგვიხსენეთ როცა ანგარიშები ჩეკი წარუდგინა ტრამპმა. ოღონდ მართლა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით წარუდგინა. კი, ხუმრობის გარეშე და არა, გადატანის ფული მოიტებეუნება. ტერიტორია მომეცეთ, ჩემია, რაღაცებზე იძახის, ხო? აი ხა რა დღეში არის? კი, ეხლა არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტიურად აღქმა უჭირთ ამის. ამის აღქმაში მათ ძალიან ეხმარებათ ვიქტორ ორბანი. სხვათა შორის მინდა გითხრა. ვიქტორ ორბანი არის თარჯიმანის როლს ასრულებს ტრამპისთვის ევროპაში. ის უთარგმნის რა უნდა იმას ესენი ვერ იგებენ. იმიტომ რომ ესენი არიან ისევ იმ ილუზიაში არიან. აი რაღაცა ისა ტრანსატლანტიკური რა ტრანსატლანტიკური გეუბნება რომ გრენლანდია ჩემია მე დარწმუნებული ვარ რომ გრენლანდიის შემდეგ ისლანდიასაც გადახედავს იმიტომ რომ იქვეა ის და ძალიან ისეთ ადგილას დევს ეს ისლანდია და ხო სხვანაირი სამყაროა საერთოდ არქტიკაში უნდა შევიდეს ამერიკა ამის აღქმა ამათ უჭირთ ესენი არიან რაღაც აი გაშეშებული რაღაც ღირებულებებზე ლაპარაკობენ რომელიცაც არავინ აღარ იცავს და საერთოდ აბსურდია უკვე რაიმე ღირებულებებზე ხა ლაპარაკი როდესაც ესე იგი ამერიკის კონტინენტი ფაქტიურად გამოცხადებულია შეერთებული შტატების უკანა ეზოთ მთელი კონტინენტი და ამაზე არა პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ ეგ ჩვენო გრენლანდია ჩვენი საქმე არ არის თვითონ მოუვლიან ეგენიო ხო და ნუ ამაზე მეტი რა უნდა თქვან ახლა პირდაპირ ფათაშორის ბატონიძინა არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკა ასე ღია კარგი არ ყოფილა ტრამპი კარგი სხვა წლებში ტრამპი ან პრეზიდენტი იტყოდა რომ ვენესუელელი დემოკრატიის დავიცავთ გრენლანდიაში დავიცვათ ინუიტების სამოქალაქო საზოგადოებრივ და მე ვიცავ და ვაგზავნით აქ და ეხლა პირდაპირ ამოსო შენ არ გეკუთვნის ეს ვერ იცავ რა გინდა ეს ნავთობი მე მჭირდება მე მინდა რა მე მჭირდება ეს უსაფრთხოების რაღაცები უნდა მივაბა ცოტა ზედმეტი ფული გვაქვს მოჭრილი და ეს ნავთობი თუ იქნება ჩემი რაღაც ახალ ვალუტის იმას მივაბავ ამ ნავთობზე სულ არ ამოვიღებ მანდედან რა არა მოდი ესე ვთქვა თუ გინდა მოგცემ კი
თუ გინდა არ მოგცემ. კი ბატონო, ანუ კარგია ეს რომ პირდაპირი ლაპარაკი. როდესაც ჩვენ ნეიტრალური პარტიის იმას ლაპარაკობთ, არა იქ ჩვენ გვეუბნებათ, ჩვენ ვინ გვეკითხება, კაცო, გაგლიჯავენ, გაიყოფენ, ეს არ არის. როდესაც უკვე პირდაპირი ლაპარაკი, ამ პირდაპირ ლაპარაკში აქ არის საქართველო არის თურქეთს, რუსეთს, ირანს და ჩინეთის ინტერესებში მოქცეული. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როდესაც ესეთი პირდაპირი პოლიტიკური ის არის ცხოვრება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე კი არა, რომ ეხლა რო ლაპარაკობს ხელისუფლება, რომ ჩვენ მაინც უნდა შევიდეთ ევროპაშიო. მეგონი მოუკლეს. ხო, მოუკლეს, სხვათა შორის და ძალიან კარგ სისავენ თუ მოუკლებენ, მაგ თემაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ჩანს აღარ არის და სად მიდიხარ ეხლა რომ ჩახვიდე იქ და იქ ხდება კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენს და კაია კალას, განსაკუთრებით კაია კალას მარკო რუბიომ 4-ჯერ გადაუდო შეხვედრა. არ ხდება. პრინციპულად არ ხდება. ხო, ნუ ჩვენ აი ხო ამბობენ ეს ვიღაც ნაცები ეხლა რომ აი რაღაც იქ ამერიკა არ გვაქცევს ყურადღება და აი იმათ რო არ აქცევენ ყურადღებას ისეთი უნდა. ისეთი უნდა ყურადღების არ მიქცევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი თხოვს პერმანენტულად შეხვედრას, რომ აი შევხვდი რაღაცა, ის კაცი ეუბნება რომ დამანებე თავი. არ მაქვს შენთან რამე სალაპარაკო მე. კი ბატონო. ამიტომ ესეთი ღია ასე ვთქვათ, ძალადობრივი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეხლა ძალადობრივი იმას ვერ დავარქვეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ღია პოლიტიკა უფრო კარგია, ვიდრე რაღაც უფლებების და რაღაც გენდერული თანასწორობის და იმის თეორიებით შენიღბული რაღაც ვერაგი მიზნები, როდესაც ქვეყნებში აკეთებდნენ გადატრიალებებს გაუთავებლად და რატო გადაწყვიტა ტრამპმა მესამე კოლონის დაფინანსების შეწყვეტა, იმიტომ რომ დარწმუნებულია რომ თუ მოუნდა ისედაც აიღებს. რამეს კი ბატონო, ტყუილად რატო უნდა დავაფინანსო რაღაცა მე NGO, როდესაც შემიძლია რომ მოვითხოვო რა. კი ბატონო. ოღონდ პირდაპირ რა. მივიდა და უთხრა ზელკა გავაკეთო. დილი გარიგება, კი ბატონო. ხო. არ უნდა იმას ახლა იქ უფლებადამცველების თელი შიერი ხროვის, რომლებიც მით უმეტეს ამ გრანტებს ეხავენ და მის წინააღმდეგ იყენებენ თვითონ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამერიკელები თავის დროზე რომ ეს ალ-ყაიდა და ესენი რო აფინანსეს, მე რაც მიიღეს სანაცვლოდ კი ვნახეთ უღველამ. ბატონო მიზნა ძალიან საინტერესო საუბარი იყო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და ჩვენ მეგობრებო ერთმანეთს დავშვიდობოთ, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს.